და ყველაფერი ყალიბდება ვიბრაციით, ხო? ფონი. აი, ნუ ვიბრაციით არ ყალიბდება, ვიბრაცია იქნება. კი, ეგ არის საწყისი. ყველაფერია ვიბრაცია, სიხშირეებია. ანუ როგორ არის, იცი, მატერიაც კი ვიბრაცია. აი, ჩვეულებრივი ახლა ჩვენ ფონია რომ ეს გაჩერებული ამ სამყაროში არაფერი არ არის, აბსოლუტურად. ძალიან მარტივი მაგალითია ამისთვის, ვთქვათ, იგივე ალმასის კრისტალი რო ავიღოთ. ის არის კუბურის იკონია. ყველაზე მაგარი კრისტალია, შკალაში პირველია, თავის სიმაგრით, ყველაზე ძლიერი ის არის და ყველაზე მკვრივია, ასე რომ ვთქვა და გონია რომ ეს გაჩერებული კრისტალია, რაღაც ეგრე არ არის. შიგნით კრისტალური მესერია, ხო თავისებური, ძალიან კრისტალური მესერია ატომებით შედგება. ნახშირბადის ატომით. ეს ატომები მუდმივად მოძრაობს შიგნით წრიულად. აი ეს არის სიხშირე. ეს არის. მაგრამ ის იმდენად მყარს ქმნის კრისტალიზებულია მისი ვიბრაცია, რომ ჩვენ ხედავთ როგორც ამას. აი, ჩვენი შიდა მოძრაობას ვერ ხედავთ. იმ შიდა მოძრაობას აპარატურა უნდა მთელი ამ წარმოტანი. გესმის? იმიტომ რომ აი ამ დონეზე ხდება ყველაფერი. რა თქმა უნდა სიხშირეა, ბგერა სიხშირეა. ეს ბგერები და ერთმანეთს რო ვილაპარაკებით ის სიხშირეებად მოდის ტვინის ხანერად როგორც სენსორი ისე აღიქვამს და დამთავრდა. აზრით და თავში არ აზრი. არა აზრი თავს გარეთ არის სიამოვნებაში. ეს არის გარკვეული სიხშირე, ჩვენ გარკვეულ დონეზე ჩართული ვართ სამყაროსთან. მარჯვენა ჰემისფერო მთლიანად სამყაროსთანაა ჩართული. მარცხენა ჰემისფერო ეს არის ლოგიკური ჰემისფერო, რომელიც შემდეგ იქიდან კავშირებია. მარცხენა ჰემისფერო იქიდან ნაწილს თარგმნის, ნაწილს ვერა. და აი რასაც თარგმნის, იმას ვიაზრებთ. ან მარტივად რო თქვათ, შეგვიძლია რადიოსავით დავიჭიროთ. რადიოსავით კი შეგვიძლია ეგრე ვართ. გავაანალიზოთ და კი ბატონო. ან რასაც გამოვიდა. რაც მეც ვიჭერთ და თარგმნით და ვიაზრებთ, მით უფრო ძლიერად ვასწავლებთ. ეს არის ინტუიცია, ზუსტად ეს არის შინაგანი. ეს არის გნოზისი. ანუ როდესაც შენ ცდილობ მთელი სამყარო დაინახო შენ თავში. ის რომ სამყარო და ადამიანი ზუსტად ერთნაირად არის აწყობილი. ანუ ის უძველესი თეორიები რომ ერთმანეთს გავს ყველაფერი, ხო? და ყველაფერი ცოცხალი არსება, ამის ამტკიცება ძალიან ადვილია. ის რაც საშია ის მიწასია. ხო ხტები? ერთი იგივე ასპექტია. ამიტომ ამის აღქმა გაძლევს იმას, რომ შენ ნაწილი ხარ მთელი სამყაროს. და სამყარო შენი ნაწილია. ეს პირდაპირ პროპორციულ დამოკიდებულებებში ერთმანეთთან. ამის გააზრება აუცილებელი. ადამიანის სიხშირეების შეცვლა თავის თავში შეუძლია? რა თქმა უნდა, გაზდა შეუძლია. გაცნობიერებით. მხოლოდ და მხოლოდ გაცნობიერება შეუძლია გაზდა. გაცნობიერება რაც უფრო მაღალია, სიხშირე უფრო მაღალია. აი ეს ცნობიერება ზოგადად ჩვენ არ გვგონია. ვიცი ის შევეცდეთ სამყაროს დონეზე ფიქრობ, უკვე სამყაროს დონეზე ხარ. ადამიანის დონეზე ფიქრობ, ნუ ადამიანის კი არა, ცხოველის დონეზე ფიქრობ, ცხოველი ხარ. იმიტომ ვიცი რომ ცხოველია სხეული, ხო, თავისი არსით. თვითონ ვიბრაციები რაც არსებობს სამყაროში, საიდან არსებობს, საიდან არა, ეგ მოძრაობა, დინამიკა. გეუბნება კიდე სხვათა შორის იმაში არის წრიულად დაიწყო პირველად მოძრაობა. ესაც ჩემი ტორსიული ველი იგივე სპინალური ველი იმაში, რა ქვია, კვანტურ ფიზიკაში. და შემდეგ აყვა ბგერის მოძრაობას, აყვა მე ელექტრომაგნიტური ველი შეიქმნა, სასიცოცხლო ველი იგივე ოკულტიზმში, როგორც ეძახიან და მე ხდება მისი მატერიალიზაცია. ეს არის ყველაფერი სიხშირეა, აბსოლუტურად. ესე შემთხვევით არაფერი ხდება. კი ბატონო, მე მაქვს ერთი ესეთი სამშაბათო ნაწარმოები, 24 წელს ვიყავთ, 22 წელს რო დავწერე და იქ მაქვს ესეთი მომენტი. ბრიყვი ვიყავი და თავს ბედნიერად გრძნობდი და მითხრა რომ სწავლა სიკეთეს მოგიტანსო და მაგარი გახდები. ვისწავლეო ეს ლოგიკაო, ისტორია ისა, ნუ რა მათემატიკა, ყველაფერი. ხოდა მე მეორე მივიდა და ეუბნება, იცი რა არის? ამის ცოდნით ჩემ ვერაფერს ვერ მიაღწევა, რა ვერ გაიგებო და უცოდ უბედური გავხდი.
გამოვიდა რომ ბრიყვი ვიყავდი თავს-ბედნიერად გვწნობდი ის ბრიყვად დარჩა და იმიტომ რომ ის იმ ცოდნაში ბედნიერებას ეწევს იმიტომ რომ ბედნიერება ძალიან სუბიექტური მომენტია შეიძლება იპოვო მას შეიძლება ვერა თუ ვერ იპოვო ესე იგი ბრიყვი ხარ ისევე შენ ბევრი წაიკითხე თუ ცოტა წაიკითხეს არ წვითავს არაფერს შეიძლება გაიგე ის წვითავს გაგება ის არის როცა შენ ამ პრინციპით ცხოვრობ აი იყო ერთი ტელევიზიაში ორი იხილავდნენ კუნტამსუნის მისტერიებს არც ერთ საფერი არა გაგებული იცი რატო მინიმუმ-ნაგელის ტიპები მაინც უნდა გამხდარიყვნენ არ არიან ეგეთი ტიპები ესე იგი მათ არ გაუგიათ იმიტომ რომ ნებისმიერი გაგება შენ ცვლის ამ უკეთესობისკენ ამ უარესობისკენ არა თუ კარგ ტიპს იგებ და კარგი მიმართულებით იგებ რა თქმა უნდა უკეთესობისკენ შეცვლის სკნის ადამიანს იმიტომ რომ შენ ამ ჩარჩოში დაიწყებ ცხოვრებას შენ წაიკითხე საუკეთესო რაღაცები იმ ჩარჩოში არ იცხოვრე არ გადახვედი ვერ გადახვედი ესე იგი შევერ გაიგე ავტომატურად გადაგიყვანს გაგება და გაცნობიერება და იმიტომ ეს არის კრონზესი ზუსტად შიგნიდან გაცნობიერება აი ამას უნდა გააზრება